ახალგაზრდების მხარდამჭერის საგანმანათლებლო პროექტები, რომლებსაც აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდებისთვის აფხაზეთის მთავრობა და მასში შემავალი სტრუქტურები ახორციელებენ. ამ საკითხზე ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საკვირაო სკოლის ახსაზრდელებთან შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე მინისტრთა კაბინეტთან ერთად მოზარდებს პროექტთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარდა. შეხვედრის ფარგლებში ჩვენ ილორის ეკლესიასთან თანამშრომლობით გარკვეული ინიციატივები დავსახეთ სამომავლოდ, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში როგორც რელიგიური განათლების ხელშეწყობას, ასევე სხვადასხვა კულტურულ აქტივობებში მათ ჩართვას და იგეგმა გარკვეული ინიციატივები, თუნდაც საკვირაო სკოლების სახით. მოდელი შეხვედრის არსი გულისხმობდა იმას, რომ განხორციელებული სამუშაოები შეფასებული იყო და დაგეგმილი იყო ახალი პროექტები, ახალი პროგრამები. ბატონმა თავმჯდომარემ აუგუსტკა რომ ყველა ის სურვილი, რომელიც მოზარდებში იყო, განხორციელდებოდა. მთავრობის ხელმძღვანელობის პრიორიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებზე ორიენტირებას გულისხმობს. ავეცანით მათ საჭიროებებს იმ ნაწილში, სადაც შეგვიძლია, რომ ჩვენ ჩავერთოთ და მხარდაჭერითი ღონისძიებები განვახორციელოთ, სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად შეუწყობთ მათ ხელს, მოვისმენთ მათგან კითხვები, ის საჭიროებები და ჩვენი მხრივ გავაცანით აფხაზეთის მთავრობის და მასში შემავალი სტრუქტურების პროგრამები.